მიხეილ ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს ბოლნისში. ქართველი, ყოფილი ფეხბურთელი და პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია ხალხის ძალის პოლიტიკური მდივანი. 2024 წლის 27 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა. 1999 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო. 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი, 2009 წლიდან ფიფპროს დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი. 2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია. 2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, ტალანტების ფაბრიკა. 2016 წელს მოიპოვა UEFA-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, თბილისის სანზონის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო. 2022 წლის 28 ივნისს სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დატოვა ქართული ოცნება, რაც პარტიის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის საკითხზე უთანხმოებამ გამოიწვია. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.